გამარჯობათ. ამ ვიდეოში განვიხილოთ ძალიან კარგი პროგრამა, რომელიც ეწოდება Total Video Player-ი. პროგრამა დაგვჭირდება აუდიო და ვიდეო ფაილებთან სამუშაოდ და მის გამზირად თქვენ შეგიძლიათ ამ ვებ კორიდორ, რომელიც მოუყოლება აღწერაში თქვენ შეგიძლიათ გადახვიდეთ და გადმოიწვიოთ ეს პროგრამა. კარგი, აქ გვაქვს ღილაკი free download. არის ეს გადმოიწვიეთ მას. კარგი, დავუყოთ. და დაიწყო მის განმწერა. ნორჩხოში ჩვენ ვიწეთ პროგრამას, რომლის მეშვეობით ჩვენ გადმოვიწერთ ჩვენ შერჩეულ პროგრამას. ანუ ამ პროგრამის სახელებაა Softonic და ახლა ავტომატურად გადმოვიწერთ იმ პროგრამას, რომელსაც ჩვენ ავიჭერთ. კარგი, ახლა იწყება აი პროგრამის გადმოწერა და ფაილის ზომა არის რაღაც 2 მეგაბაიტი და დავუყოთ მის გამოწერას. კარგი, ფაილი გადმოწერილია, ის ავტომატურად გადავა საინსტალაციო გვერდზე. აქ ავიჭრეთ ინსტალაცია, სტანდარტული ინსტალაცია, გავიჭრეთ ადგილს. სადაც გვინდა რომ დავაინსტალოთ, იყოს C-დისკი, პროგრამ ფაილი და გაყოფილება Total Video Player. შეგვიძლია შევცვალოთ, ნებისმიერ ადგილას შევინახოთ, იყოს მოდი C-დისკი. Next, გავიჭრეთ იკონი დესკტოპზე, next და install. ყველაფერი მარტივად არის. აქ შეგვიძლია გავუშვათ ის ავტომატურად თუ ამ ტიჩკას მონიშნულს დავტოვებთ და ფინის დავაჭერთ, ავტომატურად გაიშვება. მოდი გავუშვათ. კარგი, ჩართულია როგორც აქ პლეიერი. კარგი, ახლა ავირჩიოთ სასურველი ფაილი, რომელიც გინდა რომ გავხსნათ. და ავირჩიოთ ნებისმიერ მაგალითად ეს. რა თქმა უნდა, ეს არის ვიდეო პლეიერი და ჩართვის შემდეგ გაიხსნება ვიდეო. აქ ასევე შეგვიძლია ჩვენ აუდიო ფაილებთან მიმუშავოთ, რა თქმა უნდა. music ეწამით. და ავტომატურად ჩავდოთ ჩვენ სასურველ მუსიკას. მოკლედ, საკმაოდ საინტერესო პლეიერია, თქვენ სულ ვიდეო როგორ გამოიყენებთ მას. ვიდეო დასრულებულია, დიდი მადლობა ყურადღებისათვის. ნახვამდის.